მდინარე ვერეს ადიდება უკვე მეორედ შექმნა, ჩვენ ვნახეთ დედაქალაქში ასე დიდი საფრთხე არის თუ არა რეალურად შეფასებული რისკები. მაგალითად იგივე ახალი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით თქვენ შემდეგ ჩვენა გვექნება საუბარი მთელ რიგ მიზეზებზე, გარემოს დამცველებიც გვეყოლებიან და მე მინდა შეგახსენოთ რომ აი რაღაც წინააღმდეგობები დაუშვათ იგივე ხუდონ ჰესზე როცა არის საუბარი, ყოველთვის გარემოს საფრთხეებთან არის ხოლმე დაკავშირებული მათი მხრიდან და საკმაოდ კრიტიკულები არიან. ზოგადად ქვეყნის მასშტაბით არის თუ არა ასეთი ტიპის რისკები შეფასებული, რა სიტყვით? კარგი შეკითხვა, ქალბატონო ინგა, მე გეტყვით რომ ჩვენი მთავრობის მუშაობის მთავარი ასე ვთქვათ მიმართულება ჰესებთან მიმართებით მე გულისხმობ არის შემდეგი, რომ ჩვენ არ ვაშენებთ არც ერთ ჰესს გაანალიზების გარეშე. იგივე გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი დასკვნის გარეშე ჩვენ არ ვიწყებთ ჰესების შენებლობას. განსხვავებით წინამთავრობისგან. მე უბრალოდ პარალელს ვარ ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ რომ გავაკრიტიკოთ წინამთავრობა, მაგრამ მე გეტყვით რომ ჩვენი მიდგომი აბსოლუტურად განსხვავებული. თუნდაც ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ აი ეს ახალი გზა რომელიც აშენდა აქ ვერეს ხეობაში, ჩემი ინფორმაციით არ იყო მანამდე წინასწარი ასე ვთქვათ გარემოს ზემოქმედების დასკვნა არ იყო დადებული და ამის გარეშე მოხდა ამის მშენებლობა, ანუ ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე მოსახლეობისთვის. ჩვენ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ჯერ მივყვებით ისე როგორც არის ევროპაში, ცივილიზებულ სახელმწიფოებში, ჩვენ ვიკვლევთ თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ ჰესის მშენებლობამ, ან ნებისმიერი სხვა პროექტის მშენებლობამ, და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა დაიდება დასკვნა, დადებითი დასკვნა, ამის შემდეგ ვიწყებთ პროექტის რეალიზაციას. რა თქმა უნდა, ეს დრო შეიძლება გაიწევს, მაგრამ ეს არის პროცედურა, რომელიც არის აპრობირებული თელს ევროპაში და ასევე ცივილიზებულ სამყაროში, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვაპირებთ დავარღვიოთ პროცედურები.